დონალდ ტრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ საბოლოოდ შეხვდნენ და ეს შეხვედრა როგორც ჩანს, ცოტა მაინც შეამსუბუქა დაძაბულობა, თუმცა სრულად არა. 28 ივლისს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრა. ფორმალურად ეს მოკავშირე ქვეყნის რიგითი ვიზიტია, მაგრამ რეალურად ეს არის ორი ლიდერის პირველი პირადი შეხვედრა. 28 თებერვლის შემდეგ, როდესაც მათ ერთად დაიწყეს ომი ირანის წინააღმდეგ. დაფიქრდით, მთელი ომის განმავლობაში ირანის წინააღმდეგ ისინი პირადად არ შეხვედრილან. გასული 5 თვის განმავლობაში ომში უკვე ბევრი რამ შეიცვალა. ომი, რომლის დასრულებასაც რამდენიმე კვირაში იპილდებოდნენ, გაიწელა. ტრამპისა და ნეთანიაჰუს ურთიერთობა აშკარად გაცივდა და მათ შორის უთანხმოება საჯარო სივრცეში გამოვიდა. ამ შეხვედრის მნიშვნელობა იმაშია, რომ ის იმ დროს ტარდება, როდესაც აშშ და ისრაელი აბსოლუტურად განსხვავებულად ხედავენ, თუ როგორ და რით უნდა დასრულდეს ომი ირანის წინააღმდეგ. ამ გამოშვებაში განვიხილავთ, რა არის ცნობილი ტრამპისა და ნეთანიაჰუს პირადი შეხვედრის შედეგებზე, რას წერენ ისრაელისა და ამერიკის მედია საშუალებები და რატომ აკულდება ამ შეხვედრას დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა მემარჯვენებრთა. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყეთ, მხოლოდ გამოიწერეთ ეს YouTube არხი, ჩვენ მივდივართ 300,000 გამოწერის ნიშნულამდე. ამიტომ მადლიერი ვიქნები თითოეული თქვენი გამოწერისთვის. მაშასე, თეთრი სახლის მონაცემებით შეხვედრა დაიწყო აღმოსავლეთის დროით 11:03-ზე ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ და გაგრძელდა დაახლოებით საათნახევარი. ნეთანიაჰუ როგორც აღნიშნავს მაგალითად ალ-ჯაზირა, შევიდა თეთრ სახლში გვერდითი შესავლით დასავლეთ ფრთაში, ყოველგვარი საზეიმო ნაწილის გარეშე. მოლაპარაკებები ჩატარდა დახურულ კარს მიღმა, პრესის გარეშე, ზუსტად ისე, როგორც ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა. როგორც წინა გამოშვებაში ვთქვი, ნათელია რომ აქ თეთრ სახლში გადაწყვეტეს ეს შეხვედრები დახურულ ფორმატში ჩაეტარებინათ, რათა ყურადღება არ გადაეტანათ დღევანდელი ღონისძიებიდან. კერძოდ, მიცვალებულ სენატორ ლინცი გრემის გამოსათხოვარი ცერემონიისგან. ლიდერების გარდა ოვალურ კაბინეტში, როგორც ჩანს, ნეთანიაჰუს კანცელარის მიერ გავრცელებულ ფოტოებიდან ჩანს, დასწრებოდნენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკ რუბიო და თავდაცვის მინისტრი პიტ ჰექსეტი. აი ეს სამეული სხვათა შორის ძალიან ნიშანდობლივია. ოფიციალური შეფასებების შედეგების შესახებ თავშეკავებულად დადებითია, ასე ვთქვათ. თეთრი სახლის პრეზიდენტმა კაროლაინ ლივიტმა სოციალურ ქსელ X-ში ერთ პოსტში მოკლედ ასე დაწერა. პრეზიდენტმა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში დაასრულა შეხვედრები პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან. ორივე შეხვედრა პოზიტიური და პროდუქტიული იყო. წერტილი. და ამის შემდეგ ისრაელის ჩინოვნიკი, რომელიც მოლაპარაკებების მიმდინარეობას იცნობს, CNN-თან კომენტარში ამ შეფასებას გაიმეორა. შეხვედრა დაასახელა თითადა. ძალიან პოზიტიური, კარგ ატმოსფეროში გამართული ადმინისტრაციის უფროსი წევრობის მონაწილეობა. არც თეთრი სახლი, არც პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს კანცელარია არ ასაჯაროებენ ამ მოლაპარაკებების შინაარსობრივ დეტალებს. CNN-ის ინფორმაციით, მხარეებმა ირანში ომი განიხილეს, ლიბანთან მოლაპარაკებების მიმდინარეობა და ავრაამის შეთანხმებების გაფართოება საუდის არაბეთთან. აქ მნიშვნელოვანია გავიგოთ, რატომ საერთოდ მიიჩნეოდო ტრამპისა და ნეთანიაჰუს ეს შეხვედრა პოტენციურად დაძაბულად. ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის განხეთქილება ივლისის ბოლოსთვის უკვე აღარ იყო კულისებს მიღმა არსებული ამბავი. ამაზე უკვე ღიად საუბრობდნენ პრაქტიკულად ყველა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ნეთანიაჰუმ შეგახსენებთ ერთი თვით ადრე, განაცხადა, რომ ისრაელს აღარ სჭირდება არანაირი სამხედრო დახმარება ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ხოლო ტრამპმა დღეს პირდაპირ განაცხადა, რომ მას არ სჭირდება არანაირი ინფორმაცია ისრაელისგან, რათა მაგალითად მიაქენოს დარტყმა კირკის მთაზე ირანში. რამდენიმე საათით ადრე მოლაპარაკებამდე ტრამპმა Fox News-ის ეთერში მიანიშნა, რომ ის ძალიან სკეპტიკურად ეკიდება ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოზიციას. როდესაც საუბარი შეეხო იმას, რომ ნეთანიაჰუ აპირებს, ამერიკის პრეზიდენტს წარუდგინოს ისრაელის დაზვერვის მონაცემები ირანის მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტზე, ეგრეთ წოდებული კირკის მთაზე. ტრამპმა უპასუხა ციტატა: ამ ჭირდება, რომ ბიბიმეს მომიყვეს, ჩვენ თვითონ გავართმევთ თავს. კიდევ უფრო ადრე, ირანთან დაკავშირებით უთანხმოების კომენტირებისას ტრამპმა ასე ჩამოაყალიბა: ჩვენ გვაქვს მცირე განსხვავება, მაგრამ მთლიანობაში საკმაოდ ახლოს ვართ. იმავე საუბარში ტრამპმა ისრაელს შეახსენა შეერთებულ შტატების დამოკიდებულება, როდესაც პასუხობდა ისრაელის წინააღმდეგობას თურქეთთან F-35-ის პროგრამის განახლების მიმართ. ციტატა:
გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ძალიან კეთილები ვართ ბევრ ქვეყანასთან, რომლებიც ჩვენს გარეშე ვერ გადარჩებოდნენ. და იცით, ვინ ვერ გადარჩებოდა ჩვენს გარეშე? ისრაელი. საკითხის არსი ალბათ ერთ აბზაცში შეიძლება მოთავსდეს, რომ ყველაფერი გასაგები და საბოლოოდ კრისტალურად ნათელი გახდეს. ნეთანიაჰუ თავიდანვე დამოდიოდა ირანისა და ლიბანში მისი მოკავშირის ჰიზბოლას წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების ხარხარდასაჭერად. მაგრამ ის უკანა პლანზე გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ტრამპმა თეირანთან შეთანხმების ძიება დაიწყო. სწორედ ნეთანიაჰუმ დაარწმუნა თებერვალში დონალდ ტრამპი, რომ ირანში რეჟიმის შესრულის დრო დადგა. ხოლო 5 თვის შემდეგ ომი დასრულებული არ არის და ირანის რეჟიმის მკაცრი ფრთა პირიქით გაამყარა თავისი პოლიციები. და ეხლა კაპიტულაციაზე საუბარი არ არის. და ტრამპი ამის გამო აშკარად გაბრაზებულია ნეთანიაჰუზე. როგორ აფასებენ შეხვედრას ისრაელის მედია საშუალებები? აქ უკვე ცალკე და საერთოდ ნიშანდობლივ ამბავთან გვაქვს საქმე. მე პირდაპირ 2 ციტატას მოვიყვან. ამ შეხვედრის ტონი აშკარად შემაშფოთებელია. უფრო შემაშფოთებელი ვიდრე ოფიციალური ტონი ისრაელის მედიაში. მაგალითად, პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ამით სიგალმა გაზეთ ისრაელ ჰაიომში შემდეგი დაწერა. ამერიკელები ისრაელელებს მიანიშნებენ, რომ ომს სწორედ ისინი აწარმოებენ. ყველასთვის აშკარაა, რომ ისრაელი მეორე პლანზე გადაიყვანეს. კიდევ უფრო მკაცრად გამოხატა აზრი გაზეთ მაარევის მიმოხილვამა ბენ კასპიდმა და ის წერს შემდეგს: ჩვენ დავკარგეთ ამერიკა. მადლობა ბიბი. საუბარია აღქმაზე, რომ ისრაელმა ომში ინიციატივა დაკარგა, რომელიც საერთოდ თავად დაიწყო და რომ მისი გავლენა ვაშინგტონის გადაწყვეტილებებზე მცირდება. დამატებითი ფონია Associated Press-ის გამოკითხვის მონაცემები, რომელიც ადრე გამოქვეყნდა ივლისში, სულ 1 კვირის წინ, აშეში ზრდა სულ ამერიკელებში ისრაელის მხარდაჭერის შესამჩნევი შემცირების შესახებ. რეალურად ეხლა უმრავლესობა ისრაელს არ უჭერს მხარს. მაგრამ თუ გულწრფელები ვიქნებით, შიდა პოლიტიკური კონტექსტი აძლიერებს ორივეს მოთხოვებას. დონალდ ტრამპისაც და ბენიამინ ნეთანიაჰუსაც. ნეთანიაჰუ ამ შემოდგომაზე ხელახლა არჩევისთვის იბრძვის და მისი მდგომარეობა გართულებულია მათ შორის ტრამპთან ურთიერთობის გაუარესებით. ტრამპი თავის მხრივ ზეწოლის ქვეშაა არაპოპულარული ომის გამო, რომელმაც ეკონომიკას ზიანი მიაკეთა და ფასები გაზარდა კონგრესის შუალედური არჩევნების წინ. ანუ თითოეულ ლიდერს ეს შეხვედრა უფრო საჯარო დემონსტრაციისთვის სჭირდებოდა, ვიდრე გარღვევისთვის, რომ ურთიერთობები თუმცა არც ისე მარტივია, მაგრამ ნამდვილად კონტროლის ქვეშაა. ეხლა იმაზე, რატომ აგვირდებოდა ამ შეხვედრას განსაკუთრებით ყურადღებით ტრამპის მხარდამჭერთა მარჯვენა ფრთა, MAGA მოძრაობა, ანუ Make America Great Again. ირანთან ომმა თავიდანვე გახლიჩა ეს კოალიცია და ეს გახლიჩა პრინციპული ხასიათისაა. მნიშვნელოვანი ნაწილი გავლენიანი მემარჯვენე კომენტატორებისა იზოლაციონისტები არიან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ უმრჩევლებმა ტრამპის სწორედ იმიტომ დაუჭირეს მხარი, რომ ან ტირობა დადო, არავითარ შემთხვევაში არ ჩაერეოდა შეერთებული შტატები უცხო ომებში, არ დაეთვო ახალი ომები და რაც შეიძლება მეტი ომი დაესრულებინა მთელ მსოფლიოში. და მთლიანობაში საბოლოოდ ყურადღება მიექცეს მხოლოდ ამერიკის შიდა საქმეებს. თითქოს საერთოდ არ არის საჭირო მსოფლიოში რა ხდება, იმას უყურო. აი ამიტომაც მათ იზოლაციონისტებს ეძახიან. ამ ბანაკის ყველაზე ხმამაღალი ხმა Fox News-ის ყოფილი წამყვანი თაკერ კარლსონი. თებერვლის ბოლოს ომის პირველ დღეებში მან შემდეგი განაცხადა, ციტატა: ეს მოხდა იმიტომ, რომ ასე სურდათ ისრაელი. ეს ისრაელის ომია. ეს არ არის შეერთებული შტატების ომი. კარლსონმა აშშ-ის სამხედრო კამპანია სიცრუეზე დაფუძნებულად და ნეთანიაჰუს მანიპულაციის შედეგად მოიხსენია. მოგვიანებით, როდესაც ტრამპი ირანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით იმუქრებოდა, კარლსონმა ამას ციტატა სამხედრო დანაშაული უწოდა. მას შეუერთდნენ სხვა ფიგურებიც მემარჯვენე მედია სივრციდან. ესენი არიან მეგან კელი, კენდის ოუენსი და მაგალითად ალექს ჯონსი. ესენი არიან ასევე ყველაზე უკიდურესად მემარჯვენე MAGA მოძრაობის წარმომადგენლები. და აი მათ ერთხმად დაიწყეს ტრამპის კრიტიკა. რესპუბლიკელი პოლიტიკოსებიდან ისრაელის მხარდაჭერისა და ომის გაგრძელების წინააღმდეგ თანმიმდევრულად გამოდის კონგრესუმენი მარჯორი თეილორ გრინი, რომელიც ადრე ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური მხარდამჭერი იყო. მაგრამ თუ გულწრფელად ვიტყვი, ეს საერთოდ გადარეული კონგრესუმენია, რომელიც იხხვიროდა, რომ უკრაინაში ნაცისტები არიან. ეკლესიებს წვავენ, ხუდლებს კლავენ. საერთოდ. პლუს მას ეკუთვნის ეს ფრაზა: არანაირი დახმარება უკრაინისთვის თუ ტრამპი გაიმარჯვებს. თავ ტრამპის რეაქცია ამ კრიტიკაზე მკაცრი იყო. მაგალითად, მან საჯაროდ
თაკერ კარლსონს, მეგან კელის, კენდის ოუენს და ალექს ჯონს ამ 4-ს, ციტატა, დაბალი IQ-ის მქონე ადამიანებად დაასახელა და ამტკიცებდა, რომ მაგა პირიქით მხარს უჭერს მის კურსს, ციტატა. მაგას უნდა რომ ჩვენი ქვეყანა აყვავდეს და იყოს უსაფრთხო. მაგას უყვარს ის, რასაც მე ვაკეთებ. ადმინისტრაციის პოზიციას ამ შიდა დავაში აყალიბებს JD Vance. და ამ პოზიციას ორმაგი ხასიათი აქვს. ერთი მხრივ ის ტრამპის გარემოცვაში ერთ-ერთია იმ მცირე რიცხოვანთაგან, ვინც ბოლო კვირებში თავს უფლებას აძლევდა გაეკრიტიკებინა ისრაელი. მეორე მხრივ, სწორედ ვენსი იყო ის, ვინც ადრე პირდაპირ აფრთხილებდა ისრაელის ოფიციალურ პირებს, რომ დონალდ ტრამპი არის, ციტატა, სოფლიოში ერთადერთი ლიდერია, რომელიც ისრაელს თანაუგზნობს. და ახსენებდა, რომ თავდაცვითი შეიარაღების 2/3, რომელიც მათ სამშობლოს იცავს, ამერიკელების მიერაა დამზადებული და გადახდილია ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ. ანუ, თეთრი სახლის კრიტიკაც კი ისრაელისთვის მათი დამოკიდებულების შეხსენებას გავს და არა პოლიტიკის შეცვლას. და ნეთანიაჰუ ამას ვერ მალავს. თუმცა ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეს იყო მისი საუკეთესო შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან. რას ნიშნავს ეს ყველაფერი თითოეული ხარისთვის? ისრაელისთვის თავალ შედეგი კონკრეტულ შეთანხმებებში კი არა, არამედ დადასტურებულ ფაქტში. ისრაელი ამ ომში, რომელიც თავად დაიწყო, უკვე აღარ არის წამყვანი, არამედ მიყვება სხვებს. ნეთანიაჰუ ჩამოვიდა, რათა შეთავაზოს სადაზვერვო ინფორმაცია და დაარწმუნოს დონალდ ტრამპი, რომ არ შეუშლის ხელს ამერიკულ დიპლომატიურ ძალისხმევას ღაზის სექტორში და ფინანსურ დახმარებაში, სადაც ტრამპი ადრე ჩიოდა. ციტატა. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება ისრაელის გაზისგან. პოზიტიური შეხვედრის ფორმულა ნეთანიაჰუს საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს სახე თავად ისრაელში არჩევნების წინ. მაგრამ არ აუქმებს იმას, რომ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ირანის საკითხზე ახლა მხოლოდ ვაშინგტონში იღებენ. შეერთებული შტატებისთვის ეს შეხვედრა დონალდ ტრამპის კურსში ჯდება, რომელიც ომის დასრულებას საკუთარ პირობებზე ცდილობს. გახსენებთ, რომ წინა დღეს, 24 ივლისს, ტრამპმა გეგმები გააუქმა, როგორც თავად ამბობდა, მასიური შეტევა ირანზე. ხოლო მისი გენერლები, შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე დენ კეინი და ცენტრალური სარდლობის მეთაური ადმირალი ბრედ კუპერი აფრთხილებდნენ, რომ გადამჭრელი რაკეტების მარაგები იწურებოდა და ბომბების ეფექტურობასაც ზღვარი ჰქონდა. ამ კონტექსტში ტრამპის თავშეკავებლობა ნეთანიაჰუს მიმართ სრულიად ლოგიკურია. ომის გაგრძელება ისრაელის ინტერესებში წინააღმდეგობაში მოდის, როგორც შეერთებული შტატების სამხედრო შესაძლებლობებთან, ასევე ტრამპისთვის შიდა პოლიტიკური დანახარჯებით. საერთოდ მიზნები მაქსიმალურად აცდენილია ერთმანეთს. ირანისთვის ვაშინგტონსა და იერუსალიმს შორის საჯარო განხეთქილება უფრო ხელსაყრელი ფაქტორია. რაც უფრო აშკარაა მოკავშირეების აზრთა სხვადასხვაობა ესკალაციის საკითხში, მით ნაკლებია დაუყოვნებელი ახალი დარტყმის ალბათობა და მით მეტი სივრცეა დროის გაწევლისთვის. რომელზეც როგორც ჩანს, თეირანი იმედოვნებ ირანის ხელმძღვანელობაც სწორედ ამას ეოლდა. რა იქნება შემდეგ? ჩემი აზრით, პირველი სცენარი არის ირანზე დათმობის ამჟამინდელი პაუზის შენარჩუნება, ეკონომიკური ზეწოლის გაგრძელება და მოლაპარაკებების შუამავლობის მეშვეობის მეშვეობით, სადაც ისრაელი უმცროსი პარტნიორის როლშია. მეორე სცენარი ის არის, თუ ირანთან მოლაპარაკებები ჩაიშლება და ტრამპი პოლიტიკურად საჭირო ჩათვლის ძალის დემონსტრირება შესაძლოა დარტყმებზე დაბრუნება. და მაშინ ნეთანიაჰუს პოზიცია, რომელიც მკაცრ ხაზს უჭერს მხარს, კვლავ დაემთხვევა შეერთებული შტატების მოქმედებებს და არჩევნების წინ ის ისევ ლიდერი იქნება. საერთოდ მისთვის ეს სუპერ სცენარი. მესამე ვარიანტია შემდგომი გაცივება. თუ ისრაელი დამოუკიდებელ ნაბიჯებს გადადგამს, რომლებსაც ვაშინგტონი თავის დიპლომატიის ჩამშლავად მიიჩნევს. რომელიც სცენარი განხორციელდება, ბევრად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა განიხილებოდა დახურულ კარს მიღმა. და ამას მხარეები ჯერჯერობით არ ამხელენ. შედეგი: დონალდ ტრამპისა და ნეთანიაჰუს შეხვედრა 28 ივლისს ოფიციალურად დადებით და პროდუქტიულად შეფასდა. ის დაახლოებით 1 საათი და 9 გაგრძელდა და საჯარო დეტალების გარეშე ჩატარდა. ამ ფორმულირების დადებითი და პროდუქტიული შეხვედრის მიღმა იმალება ორი მოკავშირის ურთიერთობების რეალური გაციება და რაც მნიშვნელოვანია, როლების შეცვლა. ისრაელი, რომელმაც ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყო, მეორე პლანზე აღმოჩნდა, რასაც ღიად აღიარებენ ისრაელელი კომენტატორები. დონალდ ტრამპისთვის ომი, ჩემი აზრით, გახდა შიდა პოლიტიკური პრობლემა და განხეთქილების საგანი მის საკუთარ ბანაკში, სადაც გავლენიანი მემარჯვენე ხმები მოითხოვენ, რომ კიდევ უფრო არ ჩაერთონ ამ ომში.
შეხვედრა როგორც ჩანს ორივე ლიდერს სჭირდებოდა პირველ რიგში იმისთვის რომ თავიანთ ამორჩევლებს ეჩვენებინათ რომ სიტუაციას აკონტროლებენ და არა იმისთვის რომ იქ რაიმე ახალი საერთო კურსი გამოეცხადებინათ. არავინ უარყოფს რომ არსებობს უთანხმოებები, მაგრამ საჭირო იყო რომ ბიბიმ თავის ამორჩევლებს ტრამპმა კი თავისას ეჩვენებინა რომ აი ნახეთ, დიახ, კონფლიქტი არსებობს, მაგრამ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, ყველაფერი კონტროლირებადია და პრობლემები არ იქნება. და ასე უნდა გავიგოთ რომ ახლო აღმოსავლეთში ომის რეალური მიმართულება განისაზღვრება არა იმდენად ამ მოლაპარაკებების შედეგებით, რამდენადაც იმით, შეძლებენ თუ არა შეერთებული შტატები და ირანი არმუზის სრუტესა და ბილთულ პროგრამაზე მდგრად შეთანხმებას მიაღწია. აი ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. აქ სამწერტილს თავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერთ. ან გამოშვებას ქვემოთ გამოიწერეთ არხი, დააწეკით ზარს და არ დაგავიცდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი შემოწირულობით, ბულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. ამით ყველაფერი დასრულდა. იჟურუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.